ბაზარზე ახალი ფინანსური ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობისთვის ფაქტორინგის შესახებ კანონპროექტის განხილვები პარლამენტმა უკვე დაიწყო. ფაქტორინგი ვაჭრობაში ჩართული ბიზნეს კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ფინანსური ინსტიტუტს შეუძლია თავისი კლიენტის დებიტორული დავალიანება იყიდოს, თუ რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ჩარჩო, რა იცვლება, როგორ იმოქმედებს ბიზნესზე და რა დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. თემაზე ვცვლად ლაშა რიჟამაძესთან, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტთან ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ბატონო ლაშა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენს ბაზარზე, როგორც ვარაუდობენ. მოდით დასაწყისში ჩვენი მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, დავიწყოთ განმარტებით, თუ რას ნიშნავს ფაქტორინგი, რა შემაფერხებელი ფაქტორები არსებობდა, რის გამოც თქვათ გახდა საჭირო ახალ კანონპროექტზე მუშაობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის და ბიზნეს სუბიექტების ხელშესაწყობად, რომელიც შედეგზეც არის ორიენტირებული თავის დროზე სამინისტროც ამზადებდა აღნიშნულ კანონპროექტს და ჩვენც გარკვეულწილად ჩართული ვიყავით ამ პროცესში. რაც შეეხება თვითონ ფაქტორს, ეს იძლევა შესაძლებლობას ფაქტორინგი, რომ რეალურად კომპანიებმა გაიჩინონ საბრუნავი საშუალებები და გადასცენ ეს თავიანთი მოთხოვნა მოვალის მიმართ ფაქტორს. ანუ ამ შემთხვევაში იქნება საბანკო დაწესებულება თუ ამ ფაქტორინგის რეგისტრირებული ფაქტორი და ამ შემდგომ რომელსაც კანონი განსაზღვრავს. არსებული პრაქტიკა გახლდათ ესეთი, რომ მაგალითად, როდესაც მიმწოდებელი მწარმოებელი აწვდიდა პროდუქციას ამა თუ იმ საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტს. ძირითად შემთხვევაში პირდაპირ ხელშეკრულებით უკრძალავდა მხარე, ანუ ამ შემთხვევაში შემსყიდველი, რომ ესარგებლა ფაქტორინგის შესაძლებლობით მიმწოდებას. ანუ ეს რეალურად იყო შეუძლებელი, მიუხედავად სურვილისა, რომ მომწოდებას ამ შემთხვევაში წარმოებელი იქნებოდა სადისტრიბუციო კომპანია, გამოეყენებინა ეს თავისი შესაძლებლობა, გაეცოცხლებინა თანხები, არ შექმნოდა დეფიციტი საბრუნავი საშუალებებთან მიმართებაში და ასე შემდეგ. აღნიშნული კანონპროექტის ის ვერსია, რა ვერსიაც არის წარდგენილი და განიხილება, უკვე ამ შემთხვევაში რეალურად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მეორე მხარის თანხმობის გარეშე უკვე ეძლევა შესაძლებლობას ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს, რომ გაასხვისოს, ანუ გადასცეს ეს მოთხოვნა ფაქტორს და ამით უკვე აიცილოს ის მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები, რაც მომდინარეობს თუნდაც იმ გადახდის ვადებიდან, რაც ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ თუნდაც პურის მაგალითი, რომ სადღაც 70 და 80 დღეში უნდა გადაუხადოს დღეს მიწოდებული საქონლის ფული, რეალურად ეს მნიშვნელოვან ფინანსურ ზეგავლენას ახდენს საბოლოოდ, იმ ქეშის არარსებობა და ამდენი ხნით გაჩერება და იმეც ვიტოვებთ, რომ მსგავსი ეს კანონი ამ ფორმით იქნება მიღებული და პრაქტიკაში კიდევ და კიდევ უფრო დაიხვეწება და მათ შორის არ იქნება გამოყენებული მოვალეების მხრიდან ნეგატიური კუთხით. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ქსელი პირობითად იმის გამო, რომ ამ უფლებით ისარგებლებს მიმწოდებელი იტყვის, რომ მაშინ ქსელს დაატოვებინებს, ეს რა თქმა უნდა არც კანონის მიზანს გაამართლებს, არც ბიზნეს საქმიანობას შეუწყობს ხელს და ასე შემდგომ, მაგრამ მივედოვნებთ, რომ ეს მოცემულობა რეალურად დარგვეწია. კანონში გარკვეული რეგულაცია უნდა ჩაიდოს ამისათვის, თუ ეს თქვათ კერძო ბიზნესის შეხება იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფაქტორინგის შესახებ თვითონ საქართველოს კანონი ის უშუალოდ ამ ურთიერთობას არეგულირებს, რაც შეეხება იმ მოსალოდნელ ქმედებას და რისკებს. ეს შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რაზეც უკვე წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რიგი ქმედებების რეგულირებასთან მიმართებაში და აკრძალვასთან მიმართებაში, რაც საერთაშორისო პრაქტიკა არის, ყველა განვითარებულ ქვეყანაში არის, წლებია უკვე და ეს იცავს სწორედ ამ ურთიერთობას და მსგავსი ტიპის ნეგატიური მოსალოდნელი შედეგებისგან სწორედ იმ სამართლიანი ვაჭრობის შესახებ არსებული რეგულირებით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ, თუ რა თქმა უნდა ეს რეგულირება სახელმწიფოს მიერ მიღებული იქნება 2 წლის წინ. ამასთან დაკავშირებით დაიწყო მთავრობა მუშაობა ფორს-მაჟორულ რეჟიმში სწრაფად, მაგრამ სამწუხაროდ შემდგომ უკვე შეჩერდა და დღეს აქტუალური არ არის. კი ბატონო, რამდენიმე
კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ უკვე რაღაც ღირებულებათა ჯაჭვი უნდა შეიკვრას ერთგვარი, მაგალითად ფაქტორინგული კომპანიები შეიქმნებიან, ასევე ფაქტორინგის რეესტრი შეიქმნება, გარდა ამისა პლატფორმა, სადაც დებიტორული დავალიანების გამყიდველები და მყიდველები ივაჭრებენ. საინტერესოა, დროის რა მონაკვეთში განიხილავთ, რომ თქვათ ხელმისაწვდომი იქნება ფაქტორინგი უკვე სექტორებისთვის? პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს აღნიშნული კანონი, შემდგომ უკვე ტექნიკური პრობლემა რჩება, რომელიც გულისხმობს რეესტრის შექმნას, მთელ რიგი ქმედებების განხორციელებას, მაგრამ რაც საჭიროებს ასევე საკმაოდ დიდი ინვესტიციას. ანუ ინვესტირება საჭიროებს, რა თქმა უნდა, იმედია, რომ დონორი ორგანიზაციები შეძლებენ აღნიშნული პროექტის დაფინანსებას და მოიძებნება ის დონორი, ვინც ამას უზრუნველყოფს და უნდა აღინიშნოს, რომ რაც მეტი სწრაფად იქნება მიღებული და განხორციელებული თუნდაც ის ყველა აუცილებელი ქმედება, რასაც ითვალისწინებს ფაქტორინგის შესახებ საქართველოს კანონი, ნებისმიერ შემთხვევაში ბიზნესის იქნება დადებითი როგორც ადგილობრივი მწარმოებლისთვის, ისე ნებისმიერი სხვა ბიზნეს სუბიექტის, რომელსაც თვეობით უწევს თანხის გაჩერებას. სამწუხაროდ, მათ შორის არა აქვს რიგ შემთხვევაში კრედიტის დამატების შესაძლებლობა და ეს უკვე უქმნის იმის საშუალებას, რომ თანხა ფიზიკურად გააცოცხლოს და აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაც მცირე თანხაზე, აქ არის ერთი კომპანიის მაგალითი რო ავიღოთ, თუნდაც მარტო ერთ ქსელთან მიმართება შეიძლება იყოს 500, 600, 700 მხოლოდ და ის მიხედვით საინტერესოა თუ არის ზღვრები დადგენილი თანხასთან მიმართებაში. თანხასთან მიმართებაში როგორც ესეთი შეზღუდული არ არის და აქ ჩვენს რეალობაშიც რო ავიღოთ ფიზიკურად არ არის ახლა ისეთი თანხა რომ ეს თუნდაც ბანკისთვის ან ნებისმიერ ფაქტორისთვის ვინც იქნება იმ რეესტრში რეგისტრირებული რომ პრობლემა შექმნას, აქ ერთადერთი და მთავარი გახლავთ ის რომ ეს კანონპროექტი იყოს იმ ფორმით მიღებული, რა ფორმითაც წარდგენილია იმ ნაწილში გულისხმობ, რომელიც მოვალის თანხმობას არ საჭიროებს ამ შემთხვევაში, რომ ისარგებლოს მხარემ და გადასცეს პირდაპირ თავისი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი. ერთ-ერთი მთავარი, მათ შორის ჩვენი სექტორისთვის, ყველა მწარმოებლისთვის და დარწმუნებული ვარ სხვა ბიზნეს სუბიექტებისთვისაც, რომლებიც ამ სერვისით უფრო ისარგებლებენ და კონკურენციასაც გააჩენს რეალურად. დღეს თუ ფაქტორინგი ცოტა შედარებით ძვირი პროდუქტია, ხვალ ეს იქნება შესაძლებლობა, რომ უფრო იაფად გაჩნდეს უკვე ბაზარზე და ისარგებლონ კომპანიებმა. ბატონო ლაშა, მეტად რომ ჩავიდეთ დეტალებში და გავიგოთ არსი ფაქტორინგის, საინტერესოა განმარტება მოვისმინოთ თქვენგან. რა განსხვავებაა ფაქტორინგს და საბანკო სესხს შორის, რომ გითხრათ? პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ საბანკო სესხი ეს საკმაოდ რთული პროცესი არის და ძირითადად ყველა კომპანია ამ პროდუქტს უკვე სარგებლობს იმ ლიმიტის ფარგლებში, რის შესაძლებლობაც გააჩნიათ. არსებობს რიგი რეგულაციები, რომელსაც ბანკები იცავენ და არიან შეზღუდულნი, რომ რაღაცის იქით ისინი ფიზიკურად მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, რომ გასცენ დამატებით სესხი და მათ შორის ის რისკები, რაც მომდინარეობს. ფაქტორინგი უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ რიგი პროცედურების გავლის გარეშე გამარტივებული ფორმით ძალიან მარტივად დადგინდეს მოთხოვნის არსებობა, რომ მოთხოვნა ნამდვილად არსებობს და უკვე კონკრეტული აქ მხოლოდ პროცენტზე არის საუბარი, რა პროცენტის გადახდა მოუწევს რეალურად კრედიტორს იმისთვის, რომ ისარგებლოს ამ სერვისით. დანარჩენი ტექნიკურად იმდენად მარტივდება და იმდენად მარტივად შეიძლება რეალურად რომ ეს თანხა გაიცოცხლოს ნებისმიერმა ბიზნეს სუბიექტმა, რომ ეს საბანკო პროდუქტთან შედარებაც კი არ შეიძლება ჩვეულებრივ სესხთან მიმართებაში, რომელსაც საპროცენტო განაკვეთები საინტერესოა დაახლოებით რა მაჩვენებელშია? საპროცენტო განაკვეთები სიმართლე გითხრათ ამ ეტაპამდე შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ დროთა განმავლობაში და მით უმეტეს მას შემდგომ რაც ეს კანონი იქნება მიღებული, მნიშვნელოვნად ველოდებით რომ დადებითად შეიცვლება და უფრო გაიაფთება. ამ ეტაპზე საბანკო სექტორის საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებით კონკურენტულია? ამ ეტაპზე თითქმის მსგავსია, შედარებით უფრო ძვირი, მაგრამ იმ ეფექტიდან გამომდინარე, რა შედეგიც აქვს ზოგადად ფაქტორინგს დადებითი უღირს მიმწოდებელს და მე მაგალითად შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ ჩვენი წევრ კომპანიებს ბევრ ქსელთან ურთიერთობა მხოლოდ იმის გამო შეუწყვეტია, რომ ფიზიკურად არ შეუზღუდეს ესარგებლად ფაქტორინგით და იქიდან გამომდინარე, რომ იმდენი ხანი
მოხდებოდა თანხის გაჩერება, რეალურად აღარ უღირდათ და საერთოდ ურთიერთობაც კი შეწყვიტეს. ანუ ეს პროდუქტი არ იყო მომგებიანი, აღარ იყო მომგებიანი. ბატონო, გარდა რიტეილ სექტორისა, კიდევ რომელია ის სექტორები, რომლებიც შესაძლოა რომ ჩაერთონ ამ სქემაში? მოდით ესე ვთქვათ, ყველა სექტორი, სადაც არსებობს მიწოდება წარმოქმნილი ვალდებულება, რომელიც დადასტურებადია შესაბამის დოკუმენტაციით, რაც ითვალისწინებს კანონი, ყველა სექტორი არის, ყველა სექტორს ეძლევა შესაძლებლობა რეალურად ისარგებლოს აღნიშნული პროდუქტი და დარწმუნებული ვარ, საწყისი ეტაპისთვის თუ არა, მაგრამ ისედაც დღესდღეობით მზარდი არის ამ პროდუქტთან მიმართებაში მოთხოვნა და უკვე კანონის მიღების შემდგომ, როდესაც მთელი რიგი პროცესები გაეშვება, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად ყველა სფეროს მხრიდან იქნება ეს პროდუქტი გამოყენებული, აქ ჩამოთვლაც კი არ არის. ნებისმიერი, სადაც კი თანხის გაჩერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს და პრობლემას უქმნის თუნდაც აბრუნავი საშუალებებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ყველა სექტორისთვის ეს იქნება დადებითი. და მსგავსი პრაქტიკაა საერთაშორისო მასშტაბითაც, ანუ ეს გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ სამწუხაროდ ჩვენთან ამ ეტაპისთვის თუ ეს პროდუქტი ბევრად ძვირია, ვიდრე თქვა საზღვარგარეთ მაგალითები ავიღოთ, ვფიქრობთ, რომ რეალურად ეს პროდუქტიც გაიაფთება და ეს მე დაინტერესებას პოვებს საბოლოოდ ყველა ბიზნესის, მათ შორის იმ კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსების თუ ასე შემდგომ, ვინც დარეგისტრირდებიან აღნიშნულ რეესტრში და მათ შეზღუდული არის შეიძლება კონკრეტულად აღნიშნული მიზნისთვისაც კი დარეგისტრირდეს კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტი იმ ნაწილში, რომ აი ეს სერვისი განავითაროს და მხოლოდ ამ მიმართულებით იყოს. გასაგებია და ეს გასდის ძალიან კონკურენციას ალბათ და ეს კონკურენცია იქნება სწორედ ეს დადებითად იმოქმედებს იმ პროცენტებს მათ შორის, რომელიც დღეს ცოტა ძვირია ჩვეულებრივ სეცხან მიმართებაში, მაგრამ საბოლოოდ ვფიქრობთ, რომ დადებით შედეგს მოახდენს შემცირებასთან მიმართებაში. კი ბატონო, სადისტრიბუციო ბიზნესისთვის დადგენილ რეგულაციებზეც ვისაუბროთ და შევაჩეროთ ყურადღება. იყო მოსაზრება, რომ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა პროდუქციის ფასზე ეს რეგულაციები. რა ვითარება გვაქვს ახლა? თუ ჩვენ საუბრობთ გაბარიტულ სატრანსპორტ საშუალებების რეგულირებასთან დაკავშირებით, რომელიც შევიდა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში, უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ ამან უკვე გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა ფასებზე მოახდინა, იმ სხვა გარემოებებთან ერთად, რა თქმა უნდა, რაც ფასზე მოქმედებას ახდენს და აყალიბებს და ჩვენ პოზიცია სწორედაც ეს იყო, რომ საკვების და სასმელს და ჰიგიენურ საშუალებებს მიმართულებით ყოფილიყო გამონაკლისი. ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ სხვა პროდუქციის მიმართ ყოფილიყო გამონაკლისი, რომ ნეგატიური ზეგავლენა არ მოეხდინა. აქ ჩვენ ვსაუბრობთ მილიონობით ერთ კომპანიის ჭრილში მილიონ-ნახევარი წლიური ხარჯი გაზრდილი, რომელიც საბოლოოდ ხო ფასში ისახება და ის იძულებული არის ფასში ასახოს. ერთ-ერთი პრობლემა მათ შორის, რაც წარმოიშვა, არის, რომ გადატვირთულ პერიოდში და პიკის საათში, იმით უმეტეს ისეთ დღესასწაულებზე, როგორც აღდგომა და ახალი წელია, სატრანსპორტო საშუალებებმა ფიზიკურად ვერ მოასწრეს დაბრუნება, დაჯარიმდნენ და აქ პრობლემა ის არის, რომ თუ კომპანიას, რომელსაც ყავს ათეულობით სატრანსპორტო საშუალება, პირველი მანქანა თუ 1000 ლარი ჯარიმდება წლის განმავლობაში, უკვე მეორე მანქანა როგორც კი დაჯარიმდება, ნებისმიერი ამ 100 თუ 70 მანქანი და უკვე 3000 ლარს იხდის და თვის განმავლობაში სულ 5-10 მანქანა რო დაჯარიმდეს, კი ხვდებით რა ბიუჯეტი არის საუბარი. მიწოდების და მომარაგების პრობლემა ხომ არ შეიქმნა, მით უმეტეს სადღესასწაულო პერიოდში გაზრდილი მოთხოვნის პრობლემა იდეაში არ არსებობდა, იმიტომ რომ დამატებით მოხდა კადრების მობილიზება და სატრანსპორტო საშუალებების, მაგრამ ეს დამატებით ხარჯი არის. მათ შორის პრობლემა რა ნაწილში შეიქმნა იყო, რომ რიგ შემთხვევაში ფიზიკურად ვერ ესწრებოდა. ანუ 11-მდე რა თქმა უნდა არ გადის, მაგრამ 5 საათზე ფიზიკურად იმ ზონიდან, შეზღუდვის ზონიდან ვერ გამოდიოდა და ეს შეზღუდვის ზონა ჩვენ და სამწუხაროდ თითქმის მთელ ქალაქს მოიცავს უკვე და არა რაღაცა იმ მცირე ტერიტორიას, რაც თავიდან იყო საუბარი. ბატონო ლაშა, საპარკინგი ადგილების სიმციреსაც შევეხოთ და საინტერესო ამ პრობლემებზე, რაზეც თქვენ ახლა ჩვენს ეთერში ისაუბროთ, თუ საუბრობთ შესაბამის უწყებებთან და თუ გაქვთ რაიმე მოლოდინი, თქვათ ვითარების გამოსწორების.
სამწუხაროდ დადებითი მოლოდინი ამასთან მიმართებაში არ აქვს კონკრეტული კომუნიკაციაც უკვე წლის ბოლოს რაც იყო რომ ჩვენ თბილისის მერიამ განაცხადა რომ ჩვენ ვღებულობთ ამ გადაწყვეტილებას და საერთოდ არ განიხილება სხვა რაიმე ტიპის კომუნიკაცია და შეღავათი მაშინ როდესაც საერთოდ თვეების განმავლობაში სხვა ტიპის გადაწყვეტილებაზე მიდიოდა საუბარი და ჩვენც გაუგებარი და ბუნდოვანი იყო იმიტომ რომ სხვა რაღაც ემზადებოდა ბიზნესი და რეალურად სხვა რეგულაცია მივიღეთ და შევიდა ძალაში და ის მიდგომა რომ ბიზნესი ამის მზად უნდა ყოფილიყო ერთ წელს განმავლობაში ცოტა მიუღებელი აღმოჩნდა კომპანიებისთვის რომლებიც პრობლემის წინაშე დადგნენ რეალურად და მთელი რიგი ქმედებების განხორციელება მოუწიათ რაც ფინანსებთან იყო დაკავშირებული რომ ეს პრობლემა გადაჭრილიყო მიწოდების კუთხით პრობლემა არ შექმნილიყო პარკირების ნაწილსაც თუ შევეხებით სამწუხაროდ ალბათ თითოეული ჩვენთაგანი გრძნობთ იმას რომ რეალურად პრობლემა არსებობს დედაქალაქში იმ მოცულობიდან გამომდინარე სატრანსპორტო საშუალებების რაც არის სამწუხაროდ სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა იმდენად მწირია და იმ 550 ადგილის გამოყოფაც ვერ მოხერხდა რაზეც დედაქალაქის მერიამ თანხმობა განაცხადა ჩვენი ინიციატივასთან დაკავშირებით რაც მივაწოდეთ ჩვენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი წერტილები სადაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ფიზიკურად შეუძლებელი არის დარღვევის გარეშე მიწოდება და 120 ადგილის გამოყოფა მოხდა სამწუხაროდ ამ ეტაპზე და ვიმედოვნებთ ჩვენ რომ ამ მიმართულებით მაინც მოხდება გარკვეული წინსვლა დაპირება არის ის რომ ახალ რეაბილიტირებულ ქუჩებზე ეს ლოკაციები გაჩნდება თუ რა თქმა უნდა იქნება მაღაზიები მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს უნდა აღინიშნოს რომ საკმაოდ მძიმე ფინანსური ტვირთია განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის რომელიც სარგებლობენ შედარებით უფრო დიდი ზომის ბოლოს მინდა გითხრათ ბიზნესი მსგავს სიტუაციაში ფინანსური წნეხი როდესაც ადგება მას გამოსავალს პროდუქციის გაძვირებაში ხედავს? ფიზიკურად შეუძლებელი არის ბიზნესისთვის პროდუქციის ფასზე ზემოქმედების გარეშე სამწუხაროდ გაწიოს ის ხარჯები. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაცა მხოლოდ 10 და 20 თუ 30,000 ხო, როდესაც წლიურ ჭრილში მარტო ერთი რეგულაცია უზრდის კომპანიას მილიონზე მეტით ხარჯს და იქ უკვე კიდევ დამატებითი რეგულაციები და მოთხოვნები და განსაკუთრებით კიდევ საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების მიერ დაყენებული მოთხოვნები გადასახადები ეს ფიზიკურად შეუძლებელია სამწუხაროდ წარმოებელმა პროდუქციის ფასზე ზემოქმედების გარეშე მოახდინოს ამის დაფარვა. ანუ მაშინ უნდა გაჩენდეს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო თემების განხილვისთვის და გემშვიდობებით. მაყურებელს კი შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ლაშა რიჟამაძე, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი.